ამერიკის, იტალიისა და ზელანდიის სათბურებიდან ჩამოტანილი მცენარეები ბინას მალე ბათუმის ახალ ბულვარში დაიდებენ. ეგზოტიკური და დეკორატიული მცენარეები ბათუმის ბულვარის 7 კილომეტრიან ზოლზე გაშენდება. ახალი ბულვარის ახალი სახე ნახეთ თამუნა დიასამიძის რეპორტაჟში. აგრონომები და ფლორისტები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოებს ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ატარებენ. სხვადასხვა ფერის ბეგონიები, გორტენზიები, სალვიები და სხვა დეკორატიული ყვავილები პირველ ეტაპზე ბულვარის განაპირა ადგილებში, შემდეგ კი უკვე შიდა ტერიტორიაზე გამოჩნდება. შემაღლებულ ადგილებში ერთწლოვანი ნარგავები სხვადასხვა ყვავილების ფორმის მიხედვით დაირღვება. ბათუმის ზღვისპირა ბულვარისთვის ყვავილები სპეციალურად ახალი ზელანდიის, ამერიკისა და იტალიის სათბურებიდან ჩამოიტანეს. ეს ყვავილი არის გამძლე, მთელი სეზონი, ზაფხულის სეზონი შემოდგომამდე და შემოდგომიდან მე სხვებს გააქვთ. რა ფორმებს ვაძლევთ და დეკორაციას გააჩნია კლუმბებში, ოვალურებს ვაკეთებთ, ფოთლისებურებს ვაკეთებთ, ყვავილებს ვაკეთებთ. იქით სულ სხვა წრეების სხვადასხვა ფორმებითაა ჩარგული. იქით ბოლოში სხვა, იქით უხედავთ ყვავილი აი როგორ არის ფორმა მიცემული ისეთი, რომ თვალს არ მოწყინდეს და ერთი და იგივე არ განმეორდეს. ახალი ნარგავების გაშენების პარალელურად ბულვარში მწვანე საფარის მოცულვისა და მისი გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. მებაღეები სპეციალური საჭრელი მანქანებით ბალახს ესთეტიკურად მიმზიდველ ფორმას აცლევენ. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები ინტენსიურად თვეში ერთხელ ტარდება. ჩვენ ახლა ვცელავთ ბალახებს, რომ იყოს ერთი სიმაღლის. საცელო მანქანებია სპეციალური, აგერ ასეთები, პატარა მანქანებიც აიგებ და ამით ვცელავთ. ტროპიკული პალმები, ბუჩქოვანი სხვადასხვა ფორმის დაბალი მცენარეები და ყვავილები სანაპირო ზოლის კლიმატური პირობებისა და ქარის მიმართულების გათვალისწინებით შეირჩა. გზის გასწვრივ კი იტალიური ბუჩქები მათი დეკორატიული ფორმის გათვალისწინებით გაშენდა. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათის ძველი და ახალი ბულვარის 7 კილომეტრიანი ზოლის განაშენიანების ახალ პროექტს ბულვარის ადმინისტრაცია ახორციელებს. პროექტი ოქტომბერში ბათუმის ბულვარის 130 წლის იუბილესთვის დასრულდება. ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ მოხდეს რეკლამირება და პრომოუშენი მთლიანად რეგიონთან ერთად, რა თქმა უნდა, ბულვარისა, რათა უამრავ ტურისტს შეექმნას უკეთესი წარმოდგენა იმ ბრენდინგთან დაკავშირებით, რასაც ბათუმის ბულვარი ახორციელებს და გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ რეგიონში და მთლიანად ქალაქში ტურისტთა რაოდენობა რაც შეიძლება მეტად იმატოს და იმატოს. ახალი ბულვარის 1200 მეტრიან მონაკვეთზე ამ დროისთვის სულ 50,000-ზე მეტი მწვანე ნარგავია.